ჩვენ გვინდა უფრო ლიბერალური და თანამედროვე რუსეთი და მხოლოდ ამგვარ სახელმწიფოსთან შევძლებთ საერთო ენის გამონახვას. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ტელეკომპანია ევრონიუსმა საქართველოში პირველად გამართული ატლანტიკური სადილის ფარგლებში ჩაწერა. ევრონიუსის ჟურნალისტი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობით და ქვეყანაში შიდა პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ შეძლო განვითარება და გადაიტანა რუსეთთან ომი. ევრონიუსის ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რაც ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს რუსეთთან. ამ ფონზე ჟურნალისტი ინტერესდება რუსულ-ქართული ურთიერთობებით. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ მოვლენებს, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საუბარი მიხეილ სააკაშვილთან სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროში შედგა. ის პრეზიდენტის ინიციატივით რიყეზე ახლად გახსნილ სკვერში გაიმართა. ბატონო პრეზიდენტო, ამ მოვლენას ატლანტიკურ სადილს უწოდებენ. თქვენი დამოკიდებულება დასავლეთისადმი უკვე კარგად ცნობილია. რამდენად დასავლური ქვეყანაა დღეს საქართველო? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქრისტიანული ერი, რომელიც ყოველთვის დასავლურ გზას ირჩევდა, მაგრამ ამავდროულად მის მიღმა რჩებოდა. ეს იყო ერთგვარი აუხდენელი ოცნება. საბედნიეროდ ქვეყანა გადარჩა და ახლა არის კიდევ ერთი შანსი, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებს, ევროპას. ჩვენ მოგვიხდა ახალი გზების მოძებნა, რეფორმების გატარება, დავითხოვეთ ბიუროკრატების 90%, გავათავისუფლეთ პოლიციელები. ყოველთვის იპოვნით ვინმეს, ვინც ჩვენი წინააღმდეგია. ბოლო საპროტესტო აქციებზე ნახევარი ყოფილი პოლიციელი იყო. ხალხი მიეჩვია უკეთეს მდგომარეობას. ჩვენ მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ ევროპაში, მაგრამ ამას თავისი საფასური აქვს, რაც ჩვენ საზოგადოებაში ზოგიერთი ადამიანის უკმაყოფილებას იწვევს. ეს ხალხი ყოველთვის მოგვაყენებს საპასუხო დარტყმებს. ამას ჩვენ პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა გავუმკლავდეთ და ავუხსნათ ხალხს, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია. თქვენ ახსენეთ პოლიტიკური დიალოგი. თავარი პრობლემა საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობაა. რამდენად გაახელვებთ ეს პრობლემა? რუსეთი საკმაოდ მაღელვებს და ასევე ის, რომ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობლებზე. მე მაღელვებს ასევე უფრო სუსტი რუსეთიც, რადგანაც მათ აქვთ სერიოზული ინსტიტუციონალური პრობლემები და კორუფცია. უნდა მოვნახოთ შუალედი, ჩვენ გვინდა უფრო ლიბერალური და თანამედროვე რუსეთი და მხოლოდ ამგვარ სახელმწიფოსთან შევძლებთ საერთო ენის გამონახვას. თქვენი მისწრაფება დასავლეთისაკენ რუსეთის მხრიდან უფრო მეტ ანტაგონიზმს ხომ არ იწვევს? ჩვენი მისწრაფება დასავლეთისკენ გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს კი არ ეფუძნება, არამედ ჩვენ შიდა მოდელს და ღია ტოლერანტულ და დემოკრატიულ საზოგადოებას. ეს არის ის, რაც ევროპულ მოდელს შეესაბამება. ჩვენ არ გვსურთ ცუდი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან. როცა გინდა რომ ჩამოყალიბდე ღია საზოგადოებად, ალბათ შენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ყველაზე დიდი მეზობლის გამოწვევა. როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება? ალბათ ისევ რუსეთის მოდერნიზაციით და მოვლენებისადმი მათი საღი მიდგომით. უპირველეს ყოვლისა რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორიები, გაიყვანოს ჯარები და დაგვანებოს თავი. საქართველოს სახით ამ გზით ისინი კარგ მეგობარს შეიძენენ.